56 კვერცხი ვჭამ, ბევრია. რამდენი კოლესტერინი ვჭამ? დაახლოებით 10500 მილიგრამი კოლესტერინი. აიმე გული გაჩერდება მალე. კოლესტერინია იმდენი ქვეყანა. ეგეთი კითხვების პასუხი მეგობრებო, კვერცხის შესახებ. მართლა უმატებს კოლესტერინი კვერცხი? რამდენი კვერცხის ჭამა შეიძლება დღეში? კვერცხი რატო უნდა ჭამო? დღეში რამდენი კვერცხის ჭამა შეიძლება? რომელი კვერცხი ჭამა შეიძლება? რომელი კვერცხი არ უნდა იყიდო? ეგეთი კითხვების პასუხი თუ გაინტერესებს, ბოლომდე უყურე ვიდეო. კვერცხი არის ეგეთი საჭმელი, რომელში ბევრი მითები არსებობს. რამდენჯერსაც ადამიანი შემხვდება, კვერცხი არ ავჭამო, რატო? ექიმმა მითხრა კოლესტერინი მოგიმატება. ან კოლესტერინი მომატებული მაქვს, იმიტომ ამიგრძალა ექიმმა. თუ ერთ-ერთი თქვენს ხართ, ან ოჯახში ხართ, ვინმე ეს ვიდეო თქვენთვის. ავსეა ცინკი და სელენიუმით და სხვადასხვა მინერალებით, რომელიც ჭირდება ჩვენი ორგანიზმის, ჩვენი ორგანოების ფუნქციებისთვის. უფრო მეტად ჩვენი ჩირკვის ჰორმონი, ანუ ჩირკვის ფუნქციები კარგად რო გააკეთოთ ჩირკვიმ თავისი ფუნქციები. და ყველა მინერალი და ვიტამინი შედის ყვითელში. თეთრი რო არის, ზოგი ადამიანი მარტო თეთრი ჭამდა, ყვითელი ყრის, იმიტომ იქ კოლესტერინია. აქ დარჩა მარტო თეთრში პროტეინი. დანარჩენი მინერალი, ვიტამინები, ყველაფერი წავიდა ნაგავში, თუ ყრის თქვენს კვერცხის გული. ყველაზე თავარი მეგობრებო, აქ არის ქოლინი. ერთ-ერთი B ვიტამინის ტიპია. ადარებენ ყოველთვის მაგას B ვიტამინით, რომელიც ჭირდება ჩვენი ტვინის ფუნქციებისთვის. ყოველთვის დიმენშია, ბუნტის ხედვა, ბუნტად რო არის ადამიანი, ალზაიმერი, ვისაც პრობლემებია, ყოველთვის დეფიციტში არიან ქოლინით. ქოლინი ფუნქციებისთვის ჭირდება ტვინის ფუნქციებისთვის. ტვინი თუ არ იმუშავა, სიბერესი ადამიანი მერე რობოტივით ზის და ავიწყდება და კანკალი, ეს ყველაფერი. მაგისთვის ქოლინი ჭირდება, რომელიც შედის კვერცხის გულში. კვერცხის გულის ჭამა კოლესტერინი უმატებს. კვლევები ბევრი ჩატარებულია მეგობრებო, კი ბატონო, უმატებს კოლესტერინი, მაგრამ კარგი კოლესტერინი იმატება, კარგი, რომელიც ჭირდება გულისთვის, კანისთვის, კარგი თმებისთვის, კუნთებისთვის, ნებისმიერი ფუნქციებისთვის. და კარგი კოლესტერინი როცა ზევით მიდის, რა თქმა უნდა, ქვევით წავა თვითონ ცუდი კოლესტერინი. იმიტომ თუ გაწუხებს კოლესტერინი, არა, თუ გითხრა ვინმემ, რომ ეს გული გადააგდე და ეს მარტო თეთრი ჭამე, ან კვერცხი საერთოდ მოაშორე, ეს ტყუილია. თუ გიყვარს კვერცხი, ჭამე კვერცხი. 2, 3, მე კი არ გეუბნები 8 და 10 ჭამე. მე დღეში 4, 8, 7 კვერცხი იმიტომ ჭამ, ვარჯიშობ და ხარჯავს იმ კოლესტერინს და მე არ ავჭამ სხვა წითელი ან ხორცეული პროდუქტი. ჩემი დღეური ნორმა რო გავაკმაყოფილო, მაგისთვის კვერცხზე საუკეთესო პროდუქტი არ არის. თქვენი წონის თითო კილოს 1 გრამი უნდა ჭამოთ თქვენ პროტეინი, თუ სიბერესი, თქვენი ყოველდღიური საქმე თუ გინდა რომ გააკეთოთ წესიერად. რომ სხვაზე დამოკიდებული არ იყო. თუ ხარ 100 კილო, დღესი 100 გრამ პროტეინი აუცილებელია. თუ ხარ 60 კილო, 60 გრამი პროტეინი აუცილებელია, რომ აი ეს კანი არ ჩაძრე. შეკრული რო იყო. შიგნით იმ კანის შიგნით კუნთი უნდა იყო. კუნთი სჭირდება პროტეინი და 1 გრამი 1 კილოზე აუცილებლად უნდა ჭამო. თუ ვარჯიშობ და აქტიური ხარ,
1.5 გრამიც უნდა. თუ ინტენსიურად ვარჯიშობს ადამიანი, იმას 2 გრამიც სჭირდება. თქვენ უყურებს, ვიცი რომ იმდენი ადამიანი არ არის აქტიური და არს ვარჯიშობ, თქვენ გრამი მაინც. აბა დათვალეთ, თქვენ თელი დღე რას ჭამს? იქ შედის იმდენი პროტეინი? ჩვენი სხეულს სჭირდება 21 ამინოს მჟავა, რომ ფუნქციები შეასრულოთ. იქიდან 9 ეგეთია, რომელიც შიგნით თვითონ არ აკეთებს. დანარჩენი შიგნით კეთდება. ანუ გარედან უნდა მიიგო. სხვა საწმელი არ არსებობს, სადაც 9 იგივე ამინოს მჟავა შედიოდე. ძალიან იშვიათია. ერთ-ერთი კვერცხია, სადაც 9 ამინოს მჟავა შედის, რომელიც ჩვენი ორგანიზმის ფუნქციები, ორგანოების ფუნქციებისთვის ჭირდება კი არა, საჭიროება. და კიდე, რომელიც მჟავა აქ შედის, ამინოს მჟავა 9, ჩვენი ნაწლავი უფრო კარგად იგებს. უფრო ადვილად იგებს. კვერცხში, რასაც შედის 9 ამინოს მჟავა, ის უფრო ადვილად ითივსება ჩვენი ორგანიზმში. კვერცხში შედის, მეგობრებო, ლიუტინი და ქსენთინი, 2 ძლიერი ანტიოქსიდენტი, რომელიც სიამცირებს ოქსიდური სტრესი თქვენი კანისთვის სასწაულია და ანთების პროცესი რომ არ წავიდე ნებისმიერი ადგილზე. კვერცხი არის ერთ-ერთი ეგეთი საწმელი, რომელიც შეაჩერებს ანთებას. ძვლების ანთება კრონიკული გადადის მერე ართრაიტს. ანთება სისხლძარღვებში გადადის კალციფიკაცია და გულის პრობლემები. იმიტომ კვერცხი არის ეგეთი იაფი და ყველგან ნაპოვი საწმელი, რომელიც ყველას შეუძლია. რამდენი კვერცხის ჭამა შეიძლება დღეში? 3 კვერცხი დღეში გულიანად ჭამა აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის შეიძლება, რომელიც არ ვარჯიშობს. თუ ვარჯიშობს, თქვენ გეცოდინება თქვენი დღიური ნორმა. კვერცხი რომელი უნდა იყიდო? ცადე რომელი ხათამი სოფელში ზრდილია და დადის. დაჭერილი არ არის. სუპერმარკეტებში ეგეთი იყიდება თეთრი კვერცხი, რომელიც სხვადასხვა ფერმებში დაჭერილია და პრემექსებით გაზრდილია. მეც ვყიდულობს ხანდახან, როცა ბაზარში ყოველთვის არ არის ეგეთი კვერცხი, რომ სოფლის კვერცხი. მაგრამ სულ ვცდილობს, რომ ბაზარში ვიყიდო ეგეთი კვერცხი, რომელიც გაზრდილია სოფელში და ის ხათამი დადის დღეში. კიდე, რომ გატეხავს, მეგობრებო, მუქი ყვითელი გული ყოველთვის კარგია, ვიდრე ღია ყვითელი. ღია ყვითელი ფერი იგივე არასასარგებლო კვერცხია. იმიტომ ცადე რომ სოფლის კვერცხი იყიდო, ჭამო 2-3 კვერცხი დღეში, არაფერით მავნე არ არის, არსებობს მითები, კოლესტერინი არ უმატება, პირიქით კაია, თვალის ფუნქციებისთვის კარგია, გულის ფუნქციებისთვის კარგია, საუკეთესო იაფი პროდუქტია. იმედია მოგეწონება ინფორმაცია, გააზიარეთ მეგობრებში, გამოიწერე არხი, სულიკავით, ზამთელი